პატრიარქობის სამ კანდიდატს 24 აპრილს მომდევნო სინოდის ხდომაზე დაასახელებენ. ამის შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. დღევანდელ 6 საათიან სინოდის ხდომაზე არ გადაწყვეტილა საპატრიარქო კანდიდატების განათლებისა და ასაკის საკითხი. სინოდის განჩინების მიხედვით ხმის დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამაც. გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კორუფციის გამო გაუშვეს. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. ფაქტს, რომ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს აღარ იკავებს, ადასტურებენ უწყებაშიც, თუმცა არ აკონკრეტებენ თანამდებობა თავად დატოვა თუ გაათავისუფლეს. ბესელია მზია ამაღლობელი საქმის ერთ-ერთი მოწმეა. წყნეთში სკვერში დაღუპული მოზარდის დედა მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს. ქეთევან ქავთარაძე ამბობს, რომ კალაძე არაფერს აკეთებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების არაკომპეტენტურობის გამო მომხდარ დანაშაულზე. 15 წლის დათუნა ჟღენტი 2023 წელს იმ პარკში იპოვეს გარდაცვლილი, რომლის მიმდებარედაც მერია სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა. გამოძიების ვერსიით მოზარდს დინმა დაარტყა. ყულევის სპორტთან დრონის ფრაგმენტი იპოვეს. სავარაუდოდ ის რუსული წარმოების კამიკაძე დრონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაწყებულია გამოძიება.